გამარჯობა მეგობრებო. ახლა არის კვირა დღე და მე ველოდები ჩემს სტუმარს და ვართ რესტორანში 47 ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, გამორჩეული ხარისხიანი ადგილი ჩვენს დედაქალაქში და სწორედ აქ მინდოდა რომ ჩამოწერა ჩვენი განსაკუთრებული სტუმარი ინგა გრიგოლია, იქნება შეხვედრების სტუმარი. რასაკურველია, როდესაც დავიწყე ამ პროექტზე ფიქრი, ერთ-ერთი იდეა რომ ინგა იქნებოდა ჩემი გადაცემის სტუმარი, იმ თავითვე გაჩნდა. მაგრამ რაღაცა უნდა მივსულიყავი ამ სტუმრამდე. თქვენ კი გეტყვით, რომ გამოიწერეთ ჩვენი არხის შეხვედრები ეკახოფერიასთან ერთად და მოემზადეთ ჩემი აზრით საინტერესო გადაცემისთვის. ინგა გრიგოლია შეხვედრებში ეკახოფერიასთან ერთად. შენ მოგწონს გრიგოლია, არ მოგწონს გრიგოლია, მაგრამ როდესაც შენ გიჭირს. რა მაგაირამე მითხარ სანდაფეო. აი ხო რა დიდი შანსია რა გახსოვს, ხო. აი ინგა გრიგოლია ტელევიზია. ინგა გრიგოლიასთვის იყო ორი ეგეთი. ჩაჩაჩული შარვალი აქ ჯიბეებით. წვერით, უტკუნა, ეროსი, უდიდესი როლი აქვს ზაზას შესრულებული ამ ქვეყანაში მედია ისტორიაში. ჩემი ხმა იყო შოკი. ეგეთი გემო იმ თაობის ჟურნალისტიკას რო ქონდა, მე აღარ მიგრძვნია. და დაინგრა ქვეყანა, რაღაცას გააკეთე. დაინგრა ქვეყანა, კი, დაინგრა ქვეყანა. ვაი პირდაპირ მომწერს, მე შენს ადგილას ამას ასე არ ვიქნა. შინაარსში. კი, აბა შინაარსში შემოდის. რა სილამაზე. ეხა ჩვენ ვიცეყვე. ათამდე დათვლა ვისწავლე. ჩაის. აი ვისწავლე. აქედან ხედა მოვიდა აღმოჩნდა რომ ინგა აღარ ატარებს მანქანას აგერ უკვე 5 წელია. მე არ ვატარებ. ხო და აი მოვიდა მეგობრებო 4 საათზე გვაქვს ჩაწერა. რომელი საათია? აი ძველი სკოლის ჟურნალისტების ზუსტად 4 საათია შემოაბიჭებს ახლა ჩემი ძვირფასი მეგობარი ინგა გრიგოლია. რამდენი ხანი არ მინახავს იცი რაღაცა? სადაც ხდე. ეკა ძვირფასო როგორ ხარ? თავად მოიცა ესე არ გაგიშვები ხა რა დაგვენახე დღეს აქაურობა არის დაკეტილი 47 ხო და სპეციალურად ჩვენი ინტერვიუსის და შენთვის გახსნეს გაშვები მოიცა და შენ კი ხედავს მაყურებელი ყოველ დღე მაგრამ მოდი ცოტა ხანი დაჯექი აქაბა კი ხო ეხა რას ყვებოდი იცი რომ აჰა მოვიდა ინგა თქო. ზუსტად 4 საათზე მოხვედი ინგა. მოგხოს. მეცით მადლობა. დავლებ ხავას და მე ავალ ზემოთ ვემი. მადლობა. შენ რას ყვებოდი რომ ზუსტად მოვიდაო? ეხო ჩვენი პროფესიული ჩვევა. პროფესიული ეს არის მართ შენ გონი ყველა თაობის და ეხა უყურე რატო არის ეგ პროფესიული? ჯერ მომენატრე და არაჩვეულებრივად გამოიყურებით. ანუ რო ვიცი რომ 10 საათი არის 10 საათი. საათი რო ირთვება. აი რანაირად შეიძლება რომ 10 რო არის 11-ის 5 წუთზე მიხვიდეს. ამიტომ ეგ არის მე ვფიქრობ ჩვენი პროფესიული აი რაღაცა ისეთი გამომუშავებული ალბათ რა ჩვევა და ვერ ვიტან ვერავის ვინც მეუბნება რომ რაღაც შეხვედრა მაქვს და ვაიმე მაგვიანდება. ალბათ ჟურნალისტების და ტელეწამყვანების ცხოვრება არის ესა და ეს საათი, ესა და ეს საათი. რა თქმა უნდა, მე მთელი ცხოვრება უყვები ხოლმე მაგას. არ ვიცი, ალბათ შენც გექნება რა. ძალიან ბევრი ხანი, ალბათ მთელი ცხოვრება, რაც ამ პროფესიაში ფეხი შევდგი, უამრავი წელი მქონდა ერთი და იგივე სიზმარი. ადრეც მომიყოლია ეგ და ის უყვები რა, რომ საათი წიკ-წიკებს და გადაცემა არ გაქვს მზად.
ეს არის აი წარმოუდგენელი დაუძლეველი რაღაცა კომპლექსი შიში არ ვიცი რა ქვია რა იმიტომ რომ სიზმარში რო გადადის რა ეხლა ნებისმიერი ფსიქოლოგი მაგას გადასარევად ახსნის ხო რამდენჯერ ყოფილა ესე ხო და შიში ანუ გამჯდარი დღემდე ხო სტრესებით ცხოვრობ პირდაპირ ეთერი ხო იცი ხა შენ ჩემზე უკეთ იცი რა სტრესიცაა და ანუ ეს გადავიდა მე სიზმარში რა პერიოდულად რომ ან სტომარი არ არის ან გადაცემა არ გაქვს მომზადებული და ეგ ყველაფერი აი ზუსტად იწყება საათის ციკ-ციკით რა ეხა აი ამ თემას მოვაყოლე რა დრო ანუ 4 საათზე ვიყავით მოლაპარაკებული და რა თქმა უნდა 4-ზე უნდა ვიყო რა და ხო რა თქმა უნდა ეგეც არის რომ სხვის დროს უფრთხილდები მოხვედი ტაქსით არა მარიამს თხოვე და მარიამმა მომიყვანა მე იმედი მაქვს რომ მარიამს შემახვედრე პატარა შეხვედრა ხო და მარიამს კიდე ცალკე მეგობრობა გვაქვს და მინდა რომ აი რაღაცა ამ განაცემაში ესეც იყოს და არ ვატარებო მანქანასო შენ 5 წელია ხო ვერ წარმოგიდგენია ხო იმიტომ რამდენი დანატარა ანუ აი არ ვიცი რა მთელი ცხოვრება და საერთოდ მანქანა იყო ყოველთვის ჩემთვის რაღაც აი ყველაზე დიდი რელაქსი გვიან გადაცემებს რომ ვამთავრებდი ღამის პირველ საათზე მე ის იყო მაგნიტოფონები იყო ისეთი კასეტას რო შეაგდებ მე გადავედი CD-ზე ეგ რა არის იმ დღეს ვიხსენებდი რომ ჟურნალისტიკა იცი როდის დავიწყე ხო სუპერ VHS-ის კასეტებით მუშაობდი ხო და ანუ და მანქანით მე განმუხტვა ახალი ენერგია და მივდიოდი ხოლმე როგორ მახსოვს მცხეთაში მარტო ღამე აი სადღაც არმაზი მცხეთა იმ ტერიტორიისკენ და მე უკან ბრუნდებოდი ისეთი ბედნიერება იყო ხო ანუ რაღაც მუსიკა რომ უბრალოდ გამოსულიყო აი ის რაღაცა რა რაც მუხტი თუ რაც არის დაგროვილი რა გადაცემის დროს და 5 წელია არ უზივარ. ჯესეთი არ უზივარ, იმიტომ რომ აღმოვაჩინე, რომ პანიკური შეტევები მემართებოდა და დამეწყო საჭესთან. ანუ იცი როგორ 1-2 კინაღამ პატროლს ვთხოვე. იცი როგორ მახსოვს, სადღაც ვიყავი ისნის ტერიტორიაზე და მახსოვს, რომ უცებ აღქმა დავკარგე, სად ვიყავი და ვიფიქრე ხა მივალ და პატროლს მეთქი ვეთქვე. მე მოვიკრიბე ძალ. ანუ დამეწყო პანიკური შეტევები. და ესე ნერვებს მიშლიდა, იმიტომ რომ მე მანქანასთან, აი რა ვიცი, ყველაზე ახლობელი რაღაც არ ვიცი, ჩემი გარემო იყო აი ჩემს მანქანაში ყოველთვის და ვიტანჯებოდი რა უკვე აი სტრესი მქონდა. მე ერთი მაგარი ისტორია დავემართა, 2 შეხვედრა ჩამეშალა, ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანი, იმიტომ რომ აღმოჩნდი საცობში. დავაგდებდი ამ მანქანას, მაგრამ შუა ზოლში ვიყავი და ვერ დავაგდებდი, თორე უკვე მანქანაც მძულდა. აი უკვე გადაჭედილი ეს საცობები ამბავი და ერთხელ მარიამი მოვიდა და მითხრა რომ მანქანა გავყიდეო და თუ შეგიძლიაო 1-2 კვირით მათხოვე, რომ სანამ ვიშოვი რა უნდა ვიყიდო, სანამ შევარჩევ, ჭირდებოდა მაშინ. კი თქო, ხო იცი რა უნდა მთხოვოს მარიამ ცხენით ვივლიდი, ვირით ვივლიდი. აბარა, ყველაფერი თქვენ ხო და რომ მივეცი ეს მანქანა ერთ კვირაში აღმოვაჩინე ეკარო ისეთი ბედნიერი ვარ იმიტომ რომ ეს სტრესი მომეხსნა არანაირი პანიკური შეტევა აღარ მქონია იმ 10 დღე იყო რა დაახლოებით გასული და საერთოდ ვარ ბედნიერი აღმოვაჩინე და მარიამს უთხრა რომ იცი რა აღარ იპოვო თქო აღარ მოძებნოდა რას ლაპარაკო შენი იყოს წაიყვანე კარგი და ეს შენი საქმეები როგორ არის რავი ტრანსპორტი ტაქსი ძირითადად იმიტომ რომ შეუძლებელი ჩემთვის დაუძლეველი აღმოჩნდა 5 წელია აღარ მყავს ხანდახან ვფიქრობ ხოლმე აი თუ ქალაქ გარეთ მჭირდება წასვლა რომ აი მაინც პატარა რაღაცა პატარა მანქანა ხო არ ვიყიდო და საქმეზე რომ მიდგება არ მინდა რავი ჯერჯერობით ეს მე არ ვიცი ტარება მანქანის ეგ ვიცი შენ რო არ ვიცი და ეგ ჩემთვის უაუხსნელი იყო რომ როგორ შეიძლება ამხელა ეკა ხოფერია უმანქანოთ რომ მოძრაობს იცი რა არის ეს კი მე ხო არ ვატარებ არც ერთი ჩემი და არ ატარებ. კარგი. აი არ გვინდა. ანანოც დიდად თავს არ იკლავს, ახლა ანანო ბარსელონაში არის, მაგრამ აქაც ხო იყო
და ნატალიაც ჩემი დიშვილის მოკეთ რაღაცა ეს ხოფერიების გოგოები რაღაცა ანუ იდეაში როგორ არ მოგწონს და მომწონს ძალიან მე ჩემ თავზე მეგონა რომ მაინც აი სადღაც რამდენი წლიდა ვარ ჟურნალისტიკაში მეგონა რომ აი ალბათ იმიტომ რომ სულ გვიწევს მანქანით გვიწევდა გადაღებებზე სიარული ან ფეხით ან სად იყო მანქანები ჩვენ ვიწყებდით შეიძლება ამიტომ თქო მე ერთი-ორჯერ გავაპირე სწავლა და მე მივხვდი რომ აი არა იმიტომ რომ მართლა მთლიანად კონცენტრირებული უნდა ვიყო ეხლა და აუ ეს ხოფერიებიდან არც ერთი თუ არ იჯექით საჭესთან გიждები ამ ხოფერიების ქალებზე იცი როგორ მომწონს ეს ახალგაზრდა თაობის ხოფერიების გოგოები და თქვენც მე ძალიან მეყვარხარ აი ხო ხედავ მე მინდოდა რომ განსაკუთრებულ ადგილზე ჩამეწერე შენ და ეს არ ხარ ნამყოფი 57-ში პირველ მე არსად არ ვარ ნამყოფი იმ დღეს უნდა მენახა ზაზა შენგელია და მეუნება რომ სად შევხვდეთო რა ბარემ ვივახშმოთ რაც სანტა-ფე ხოთქო არა დაახლოები და ვეუბნები რომ რავი შეერჩიე თქო და აი სადგი და რაღაცა დასახელებებს ზაზა მე ვმუშაობ კახეთის გზატკეცილზე პრაქტიკულად კახეთში აღარ ვიცი საერთოდ ბევრი წელია თან უმანქანო რო ვარ ასად აღარ დავდივარ ესე და ამიტომ მეთქი მეუთხარი არ ვიცი და ბოლოსად ნახე რა თქმა უნდა, აი მე-20 საუკუნის რო ვარ შერატონში. იმიტომ რომ არ ვიცი, აზია. ჩვენ შერატონში და წავსულიყავით, მაგრამ მე აუცილებლად წავიდე. ანუ ხო გვაქვს რაღაცები. როგორ არა გვაქვს. ძველიდან გადმოყოლ. იცი რა არის სხვათა შორის? აუ რა მაგარი რამე მითხარი სანტა-ფეო. აი ხო რა დიდი შანსია რომ გახსოვს, ხო, რაღაც გავგიჟდებოდი. ნუ იყო პერიოდი, როდესაც იქ დავდიოდი და ახლა მოკლედ მე ახლა იცი რა დამჩე და რომ აი ეს ძველი ამასობაში ეს შერატონიც გაიზარდა გულისხმობ და დაბერდა მერიოტი და ეს ძველი ადგილები რომელთაც რაღაცნაირად უკავშირდება ჩვენი ჟურნალისტიკა და ცხოვრება ან რაღაც ახალი საქართველო რაც გულისხმობ ცოტა ისეთი აი ცოტა რომ ფული გაჩნდა ცოტა შუქი მოგცეს ცოტა რაღაცა და ის ადგილები ძალიან მიყვარს აუ ჩვენ ეგ ყველაფერი არის მაგარი რა რაღაც მოგონებებს რო უკავშირდება ჩვენ ხო ამ ქვეყანასთან ერთად გავიზარდეთ ამ ზაფხულს კი არა წინა ზაფხულს შემხდა ვატო აბაშიძე იმაში ქობულეთში და აუში ვცურავდით და უცებ აღმოვაჩინე და ნუ ეხა რამდენი ხანია არ მინახავს ის და ვეუბნები რომ ვაიმე მეთქი ხა მივხვდი თქო რომ აი ამდენი ხანია ეს ცხოვრება მიდის და მე ერთად ვიცინოდით ვიხსენებდით რა პროექტებს ვაშუქებდით ეს ბაქო ჯეიხანი რაღაც საერთაშორისო პროექტები და მე ვაცინებდი ვატოს რომ ზაზა შენგელია საწყალი პირველ არხზე რომ მუშაობდი სულ მეუბნებოდა რომ ეხ სახელმწიფო არხი იყო თან და თან ვალდებულება ქონდა, მაგრამ ეხანდელი გადასახედა რომ უყურებ ამას ვალდებულება რა შეჭირდებოდა, რა ხელა პროექტები კეთდებოდა და რომ მეუბნებოდა რომ აი რაღაც გააკეთა ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბე და შევეცუდებოდი, იმიტომ კომპლექსი ქონდა. ზვია ჯიჯიგური და ვიღაც ჩხუბობენ საკრებულოში და ეს არის თემა და ის გიждდებოდა და მეუბნებოდა რომ რა საკრებულო, ინგა რა ხელა პროექტებზე მე დავატო ამას ვიხსენე ვატო ხო შევარდნაძის პრესმდივანი იყო და ანუ ხო და ეს მთელი პერიოდი იმ აუში უცებ ისე დამიტრიალდა ხო და ეხა რას მოვაყოლე შერატონი მერიოტი ხო რა ამის და ეს ადგილები ხო ჩვენთან ერთად ასე თქვა შეიქმნა და მე ფიქრობ რომ 47 რომელიც აი ძალიან მიყვარს თან სასაულად ლამაზი ადგილი ხო ანტრეს დამფუძნებლების ასე ვთქვათ პროდუქტია და მოკეთ დიდი მაგალითად რო თქვა ჩემის აზრი შეიძლება კი როგორ არა ანტრეს დამფუძნებლების პროდუქტია ჩემი რუტინა არ არსებობს სახლიდან რომ გამოვდივარ პირველი რაც უნდა გავაკეთო ანტრეში უნდა მივიდე თან მაქვს აკვიატებული ორი ადგილი ანტრესი ერთი არის ამაღლებაზე და ერთი პეკინზე სადაც როგორ კაპუჩინოს აკეთებენ იცი თან იციან რომ ხედავენ ანუ მე მიყვარს რაღაც ძველი მარცვლებით შოკოლადი დარიჩი ყველაფერი ზეპირა და ჩემი ცხოვრება არის ეს და გამიხარდა ეხა მაგათი თუ იყო ეს არ ვიცი
მივდივარ და ეს აქ რუტინა. თუ არ მიჭირავს ხელში ანტრეში გაკეთებული კაპუჩინო, ის დღე მართლა არ გამომდის. ანტრეს ყავა მეგობრებო, გაგიმარჯოს. გაგიმარჯოს, გავმარჯოს ანტრეს. ეს არის შეხვედრები ეკახოფერიასთან ერთად 47-ში ვწერთ გადაცემას და ინგა გრიგოლია, ჩემი სტუმარი. ინგა, მადლობა, დიდი მადლობა. მადლობა შენ. ძალიან მიყვარხარ და ასე სიამოვნებით მე მგონი არც ერთ ინტერვიუზე არ წავსულა. იცი რა არის? ესეთი რაღაცა ამბავი უნდა გითხრა, რომ მე ესე მგონია და არც არაფერი შეცვლილა, იდეაში აი სასურველ სტუმართა ხუთეულში ნამდვილად ხარ. და მარტივი გამოსავალი. და ხუთეულში ერთ-ერთი პირველი შენ რო ხარ? აბა, არა, როგორ არა, მე მკითხე. მე არა, კი არ გაკეთე. მე ცხოვნდა მკითხო. მე შეგეკითხები. მოკლედ, აი მაგალითად რაღაცა ახალს რო იწყებენ, ან ვიწყებთ, ან იწყებენ, ან იწყება, აი რა თქმა უნდა, თუ გინდა რომ ესეთი გარანტირებული კარგი ეთერი, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ყურებადობა, რა თქმა უნდა, ხარ ამ ხუთეულში, იყავი, ხარ, იქნები სულ. ამიტომ ამ მარტივად გაკმავალ გზით წასვლა არ მინდოდა და ერთი წელი კი გავიდა უკვე მაისში, რაც დავიწყე ივნისში უბრალოდ. მოკლედ ერთი წელი ხდება რა. და მე ვფიქრობდი, რომ აი მოდი, აი კიდევ, აი ცოტა ხანში და აი ალბათ ხო, მართლაც დგება მომენტი, როდესაც გრძნობ, რომ აი ხო, აი აქ და ახლა ინგა უნდა იყოს ჩემი გადაცემის სტუმარი, ასე რომ ძალიან დიდი მადლობა. ინგა, მე ვიხსენებდი ახლა, როდის გავიცანით მე და შენ ერთმანეთი, როდის შევხვდით ერთმანეთს პირველად. როდის იყო? შენ გახსოვს ეს? ერთი დღე, საათი, ერთი კონკრეტული არა. ეხა გამახსენდა ეგ კითხვა რომ დასვი, ალბათ შენც ეგრე ხარ პროფესია მიცის, ვიზუალური კადრებით მოდის ხოლმე რა რაღაც გახსენებას ვფიქრობ და ეხა გამახსენა პარლამენტში. ალბათ პარლამენტში. დაგინახე. ოღონდ ალბათ მანამდე გიცნობდი, მაგრამ აი კადრი ეხა რასაც ვხედავ, ჯინსი გეცვა, მომდგარი, ვარდისფერი რაღაც პულოვერი ყელიანი, ესეთი მკლავებით. აბა დაძაბე ეხა გონება და გაიხსენე. შეიძლება, მაგრამ კი, და იყავი ციციბურის დიეტაზე. აი ეს მახსოვს რომ პარლამენტის ხდომათა დარბაზის წინ მითხარი რომ როგორ გახდით ხო და ციციბურას დიეტაზე ვარო, მაგრამ ალბათ მანამდე იქამდე, კი, იქამდე გიცნობდით და იცი რა არის მართლა რაღაცა მთელი ეპოქა არის რა, ასე ვთქვათ, შენთან დაკავშირებული იმ მოვლენებთან რაც ყველაფერი ხდებოდა, მაგრამ რა მინდა იცი კითხო, მე ძალიან დიდი ხანია არ მომისმენია შენი ბავშვობის შესახებ, ანუ მინდა რომ ცოტა წავიდეთ იქით და აი პატარა ინგაზე მომიყვე, რაზე ოცნებობდა, სად იზრდებოდი, როგორ სწავლობდი, რა იყო შენი ოცნება. ნუ მაშინ ჟურნალისტიკაზე არავინ არ ოცნებობდა, ხო? არა, მე არც ვარ პროფესიით ჟურნალისტი. ფილოლოგი ხარ შენ. ფილოლოგი ვარ. ანუ ვიზრდებოდი სუოცნებებში. მართლა. აი და უცნაური ის იყო, რომ წარმოსახვითი ცხოვრებაც მქონდა და რეალური ცხოვრებაც რა და ამ წარმოსახვით ცხოვრებაში სულ როცა ვთამაშობდით ხოლმე ვჩანდი ტელევიზორში. აი ეს არის, არ ვიცი, ანუ მომღერლობა, ალბათ სხვა როლს რო ირგებ, როცა ხარ პატარა, რა მსახიობის, ოღონდ ტელევიზორში ვჩანდი. და დედაჩემის რაღაც ნივთებს ვიღებდი ხოლმე, პარფიუმერის, რაღაც ფლაკონი რაღაცებს და ესე ხელში მეჭირა და დავდიოდი წინ და უკან. ანუ სულ ვოცნებობდი ტელევიზორში გამოჩენას და ეხლა ვინმე მითხას, რომ რაზეც ვოცნებობ, ის არ ასრულო, რა თქმა უნდა. მთელი ბავშვობა ვუშვებდი ამ ჩემს ოცნებას ზევით კოსმოსში და დამიბრუნდა პირდაპირ მნიშვნელობით. სწავლობდი 62 სკოლაში, დავიბადე სამტრედიაში. არა, იქ უბრალოდ დავიბადე, დედაჩემი და მამაჩემი სამტრედიელია და ოღონდ აქ ცხოვრობდნენ და ვეუბნები ხოლმე ჩემზე სამშობია რომ წაყვედი მაინც და მაინც სამტრედიაში. იმ დაბადების და თბილისში დაიბადა? ჩემი და თბილისში დაიბადა, ხო და დედაჩემი იყო ფეხმძიმე და იქ მოუხდა მშობიარობა რა, ჩასული იყო მამაჩემთან სახლში და დაბადების მოწმობაში მიწერია დაბადების ადგილი სამტრედიის რაიონი ნაფაღაურის სოფლსაბჭო. ესე ვარ დარეგისტრირებული. ხა არ ვიცი შეიცვალა თუ არა რამე, ალბათ თუ რჩება. ჩემს დაბადების მოწმობაში ეს ეწერა ნაფაღაურის სოფლსაბჭო.
საბჭო, ხო და გიჟდები. სოფლის საბჭო ესე ეწერა რა. ნაფაღაურის სოფლის საბჭო, ვინც ამტრედიელია, ყველა გაიგებს ეს ნაფაღაურის სოფლის საბჭო რაც არის და მოკლედ აი ესე მე ჩამოვედი რა წამოვიდა და მამა ჩემი მგონი პრაქტიკაზე იყო თუ რაღაც მამა ჩემი და იქ მოუხდა მოკლედ მშობიარობა და სწავლობდი 62 სკოლაში სწავლობდი კარგად. ეხლა ამ გადასახედიდან რასაც უყურებ მართლა ძალიან კარგად ვსწავლობდი. ოღონდ აი როგორი ბავშვი ვიყავი, იცი ჩვენ ორნი ვიყავით რა მე და ჩემი და იყო თხა დაუმორჩილებელი, მოუთვინიერებელი და დღემდე ესეა საოცარი ადამიანი ამ თებს გადადგამს ნებისმიერი პრობლემა არ მე ვიყავი განებივრებული ავად ვიყავი რა ბავშვობიდან რაღაც ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა სერიოზული და ამან გამოიწვია ის რომ მაგალითად დედაჩემი დასასვენებლად რომ მიდიოდა მივყავდი მე ქეთინო ჩემი და თვითონაც არ დაყვებოდა დედაჩემს და სულ სოფელში იყო ბებიაჩემ და მე დამანთრევდა საწყალი დედაჩემი წაღვერი, ცემი, ბორჯომი, ანუ მთაში უნდა უყოფილიყავი. სხვა ისე გავიზარდე, სანამ უკვე მართლა მოვიპოვე სიტყვის თქმის უფლება, ზღვა ნანახი არ მქონდა, იმიტომ რომ არ შეიძლებოდა ჩემი ჯანმრთელობისთვის და აი ესე გავიზარდე, ამიტომ ვიყავი, მე ვიყავი რაღაც ძალიან განებივრებული, აი სულ რო გეფერებიან და აი სულ ამ სიყვარულში. კი, აი სხვადასხვის ახლა ძალიან ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ აი ჩვენი მშობლები როგორი მომთხოვნები იყვნენ და აი ნეტარ ისთვის გვამზადებდნენ თქო რა. ნეტარ ისთვის გვამზადებდნენ, რომ თქვენ მთები უნდა დაატრიალოთ, ჩვენ მგონია ცოტა სხვანაირები ვართ, მაგრამ რეალურად ხო სიყვარულში ვიზრდებოდით? შენ გრძნობდი ხო ამ სიყვარულს ალბათ? წარმოუდგენელი, აი აუწონავია ის სიყვარული, რაშიც გავიზარდეთ, ხო? და მე პირადად რაშიც გავიზარდე და სხვა ჩვენს დედაჩემი ეხა ცუდად არის წუხელ კლინიკაში გადაიყვანეს და ეხა უკვე კარგად აგაუარა მოკლედ რაღაც პრობლემა ქონდა და რო ველაპარაკებოდი აი ის სიყვარული წარმოუდგენელი აუწონავია იმას შენ ვერასოდეს ვერ გადაიხდი და რო დავინახე ეხლა დედაჩემი ონლაინ ველაპარაკე სანამ აქ წამოვიდოდი ინტერვიუზე რო დავკიდე ტელეფონი ვიტირე ისე მიყვარს რომ გული მისკდება სიყვარულისგან ისეთ ამბებში გავგზა ეხა რო ვუკვირდები ეკა აი შენ თქვი რომ როგორ გავგზარდეს ხო მშობლებმა წარმოიდგინე უკიდურესად უჭირდათ და მინიმალური ეხა ჩემ ოჯახს არ ქონდა ყოველ შემთხვევაში რაღაცა ისი ძლიერი ფინანსური მდგომარეობა და მქონდა ყველაფერი მატარებდა ყველგან აი სადადიოდი რაზე დადიოდი ყველგან დავდიოდი იმდენად ყველგან რომ ნუ ესეთი მუსიკა ნუ ეს ტანჯვა და ბალეტზეც კი დავყავდი მე ვიყავი სულ მსუქანი მთელი ცხოვრება ანუ ეხა ვარ მე მგონი უფრო გამხდარი ვიდრე 4 წლის რო ვიყავი მაშინ და დედაჩემი წარმოიდგინე რას გულისხმობ ყველგან მხატვრული კითხვა იქ რაღაც ფილარმონიის სცენაზე გამოსვლები მაშინ პიონერთა სასახლე თათია ხაინდრავას ჯგუფში და ყველგან დავდიოდი ან რატომ ტანჯავდა ნეტა არა იმიტომ რომ გაძლევდა ყველაფრის საშუალებას რომ მე ჩემი ინტერესი მომეძებნა ეს ხო ორი ამბავია რომ უნდა ატარო თუ უნდა არ ატარო და თუ გაქვს ამის საშუალება ატარ იმიტომ რომ აძლევ ამ დიდ ასპარეზს ყველგან მატარებდა და მათ შორის ტანჯვად მახსენდება ეს ბალეტი საირმეზე ხელოვნების სკოლაში და მახსოვს რომ წარმოიდგინე ტანჯვა იყო ხო ტანჯვა იყო იმიტომ რომ მე არ ვიცი როდის დამეწყორა როგორც დიდ ქალს ეგეთი აზროვნება მაგრამ გონია რომ რო დავიბადე სულ ეგეთი ვიყავ ანუ შოკი მახსოვს დღემდე მახსოვს დიდი სარკეები ამ დარბაზში ბავშვები სიფრიფანა ამ რაღაც ბაჭკაკაბები და მე ასეთი მსუქანი რომ ვიდექი იმასთან და ეს ფეხი და ხელი და და ისე ვინერვიულე ეგ მახსოვს რომ აი 1 2 3 მისვლა და მე უკვე დაბოღმილი ვტიროდი და ნუ შემეშვა დედაჩემი მაგრამ არ შემეშვა მუსიკასთან დაკავშირებით ხო მაგრამ ნუ ხა სმენა ქონდა აბსოლუტურად მე 7 კლასში რომ გადავედი აი მაშინ უკვე მე ვიყავი მე რა ანუ რო ვიტყოდი რომ ესე უნდა იყოს იყო და მე 7 კლასში რო გადავედი 1 წელი მქონდა დარჩენილი და დედაჩემს ვთქვი რომ
აი ხა თავით ამანებე თქო იმიტომ რომ მუსიკის მასწავლებელი მცემდა ხელებზე მირტყავდა ხოლმე აი ჯოჯოხეთურად მახსენდება და მაშინ რაღაც ნორმათი ითვლებოდა ეს დედა ჩემაც იცოდა ისე მეშლება ეხლა აი ესე მწყენდა ხელებზე რომ ვუკრავდი რა თან და ხან მირტყავდა ძალიან ძიმედ მახსენდება და სანამ ვიყავი პატარა ხო ამას და მე-7 კლასში მახსოვს რომ გადავედი და მარინას მე უთხარი რომ გამორიცხულია მე აღარ გავაგზავნე ჩემი საწყალი ესა მე ერთი წელი დაგჭა ნეტარისტის მომზადებდა რა თმინდოდა ის დარჩენი ნუ ხა შანსი არა და ესე ნოტები აი ესე მოაფრიალე და რამდენი წელი აღარ დამიკრავს იცი ალბათ 1-10 და მე რაღაც მომენტში ერთხელ მომენატრა და ავხადე დედა ჩემთან სახლში პიანინოს თავი რა და ვოკალური მონაცემები ხო გაქვს სიმღერაზე დადიოდი? სიმღერაზე გუნდში ვმღერო, ანუ ყველგან დავდიოდი რა. აი, არ ვი, ოღონდ, რაც ყველაზე ძალიან მჭირდებოდა, იქ არ დავდიოდი. მაგალითად ცურვა. იმიტომ რომ ბავშვობიდან არ შეიძლებოდა, ხო, რო არ გავციებ. არ მატარებდა ცურვაზე, არ მატარებდნენ ვარჯიშზე, იმიტომ რომ არ გავციებულიყავი. ამიტომ ცურვა ვისწავლე დაახლოებით 5 წლის წინ. მანამდე ვერ ვცურავდი. 5 წლის წინ ვისწავლე ცურვა. ხო, კი, სიბერეში ვისწავლე ცურვა. ანუ რაღაცა ისეთები იყო, რაც ყველაზე ძალიან და ეს სამაგეროთ მე გადავთარგმნე მე მარიამში. მარიამი ცხენზე იჯდა იმის გარეშე, უნაგირის გარეშე. წარმოუდგენლად ცურავს. ერთხელ კურიოზი თვითონ იხსენებს ხოლმე მის საყვარელი ისტორია. ქობულეთში ვიყავით და უზარმაზარი ტალღები იყო რა და ყველა დედამ გამოიყვანა ბავშვები რომ გამოით და მე მარიამს მეუბნებდი რომ აბა თუ შეხტები იმ ტალღაში და ვიღაც კაცი იჯდა ჩვენთან ერთად და ამ კაცმა თქვა რომ ამ ბავშვს პატრონი არ ყავს და მე შემწყომე თქვა რომ მე ცურავს საოცრად ხილამურზე დგას საოცრად ანუ აი რაც შენ დაგაგდა სპორტი ხო ეს ყოფილი მიეცი მარიამს ყველაფერი მივეცი ხო და მოკლედ ბედნიერი ბავშვობა მქონდა ბავშვობა იყო უზომოდ ბედნიერი აი ინტერესები ინგა უფრო როგორც ვთქვი შენ გამოგდიოდა წერა კარგად ქართული გიყვარდა სიტყვა გიყვარდა ნუ რატო გეუბნები რომ რაღაცა მე ეცეს ქონდა და დაახლოებით ხვდები და მე გადაწყდა რომ წასულიყავ ფილოლოგიურს არა არაფერი არ გადაწყდა მამა ჩემს ტრადიციულად ეხ სხვა რა ენდომებოდა უნდოდა რომ ან ექიმი გამოვსულიყავ იმიტომ რომ ხუთოსანი ვიყავი და ან იურიდიულზე ჩამებარებინა სხვათა შორის სულ ფიქრობ ხოლმე რომ თუ არა ჟურნალისტიკა ალბათ ადვოკატი ვიქნებოდი ამაში როგორ დარწმუნებული ვარ სიმჯერა და ვერ გეტყვი რომ მაშინ სწორი იყო თუ არა ჩემი არჩევანი და მე ვთქვი რომ მინდა ჩავაბარო ქართული ენისა და ლიტერატურის მამა ჩემი გამოშტერდა აი ხა ტიპიური საბჭოთა ხო ხდები კაცი დროს ნიშნავს რას ქვია ამისთვის ისწავლე შვილო და დედა ჩემი არ იყო ესეთი ხელწამოსაკრავი ჩემო ძვირფას მამა ჩემი რომანისთვის ამისთვის ხელწამოსაკრავი ან ექიმი უნდა გამოსულიყავი ან იურისტი სხვას არაფერს არ განიხილავდა და რო გაიგო რომ ფილოლოგია და დედაჩემი მიყვებოდა მე მაცინებ დედაჩემის ძალიან მარტივად გასაგები იყო ჩემი ინტერესი და მე მითხარ რომ მეკითხებაო რა ფილოლო რატო ვერ გაიგო ხო და აი ესე რა შენ მოკლედ დაამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეხლა მინდა ბევრ რაღაცას გადაგახტუნო და მინდა მიგიყვანა ჟურნალისტიკაში მოკლედ ჟურნალისტიკაში რა მიგიყვანა შენი ჟურნალისტობა მე თუ არ ვცდები დაიწყო სააგენტო გეაში ხო კი გიგა ქურდოვანიძემ შექმნა ეს არაჩვეულებრივი პლატფორმა ისე რა მართლა ძალიან ძლიერი სააგენტო იყო ერთ-ერთი საუკეთესო კი არა ეგ იყო ყველაზე მაგარი საინფორმაციო სააგენტო რასაც კი ამ ქვეყანაში უარსებია მართლა იმიტომ რომ ყველაზე ექსკლუზიური რაღაც განსხვავებული ინფორმაციები ქონდა და მე გეაში აღმოჩნდი მოქალაქეთა კავშირიდან ანუ მოქალაქეთა ახალგაზრდული კავშირი იყო ეგეთი სმაკი
ვიცი ხო. ხო, ეხა არ ვიცი შენი მაყურებლის ასაკი როგორია, შეიძლება ვერ გაიგონ, მაგრამ ვინც იცის მიხვდება. მან მუშაობდი და მე იქვე ამხანა უკვე ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი ამ სმაგში ის და იქვე ვიღაც ადამიანებმა გადაწყვეტეს რომ რაღაც ახალი სააგენტო კეთდება და გიგასთან მიშვამდგომლეს. მე ვმუშაობდი პრეს-ცენტრში და გადავედი გეაში. ყველაზე მაგარი სტარტი თუ კი რაიმეზე მე სტარტი ამიღია ჩემს ცხოვრებაში რამე ეტაპზე ეს იყო საინფორმაციო სააგენტო გეა. შენ იყავი საპარლამენტო კორესპონდენტი და მე იქ გაგიცანი შენ, ხო ეს იყო შენი გეას პერიოდი და ნუ მე რაღაცა ჩემს ცხოვრებაში მოვიდა ტელევიზია. ახლა რა მინდა კითხო, მოგეთ მართლა თითქმის ყველა ტელევიზიაში გიმუშავია? თითქმის კი. დარჩა რამე? შეიძლება 1-2 ხო, თითქმის. რომელი იყო აი ინგა გრიგოლია ტელევიზია? ინგა გრიგოლიასთვის იყო ორი ეგეთი. პირველი ეს იყო როცა რუსთავი 2-ში სხვა ჩვენს გეადან მიმიწვიეს. ანუ ირმა ნადირაშვილი მეუბნება პარლამენტში მხდება, ირმა იყო საპარლამენტო კორესპონდენტი კურიერის და ეროსის უნდა შენთან შეხვედრა ხო და ის იმიტომ რომ იმათ მისდიოდათ ეს ჩვენი ფაქსით ინფორმაციები და ანუ ირმა მითხრა რომ გთავაზობენ მოკლედ რუსთავი 2-ში და შევხვდი ეროსის ირმა მიმყვა. აი გაიხსენე ეროსის პირველი შეხვედრა. იცი რომ არასოდეს არ დამავზება ისიც მახსოვს რა ეცვა. აი ხო გითხარი ახლა ნუ არანორმალური რაღაც მჭირს. ამბავს სანამ გავიხსენებ ხოლმე უცებ კადრები მახსენდება ეცვა ჩალისფერი რაღაც ჩაჩაჩული შარვალი აქ ჯიბეებით წვერით პუტკუნა ეროსი და ზოლიანი ლურჯი მაისური გრძელი მკლავი თეთრი საყელოთი. აი როგორ მახსოვს არის იცი სასაც შეხვდე თქვენ დელისთან რუსთავი 2-ში? დელისთან რუსთავი 2-ზე ხო ირმა მიმყვა. მივედი გამესაუბრნენ დვალიც გავიცანი და მეორე დღეს უკვე ანუ იმ დღესვე ამიყვანეს რა ეს იყო ასრულებული როგორი ოცნება ხა შენ რომ მითხარი რომელი ტელევიზია წარმოიდგინე მაშინ იმ პერიოდში კურიერში მუშაობა ეს იყო რა ვიცი ხა როგორც ბავშვობის ოცნების ასრულება რაღაც ტელევიზორში რო ვჩანდი აი პირდაპირ პირველი ასრულ მერე იქმნება რუსთავი 2 სრულიად განსხვავებული სრულიად ახალგაზრდული აქ არაფერ შუაში არა ეხა ეიჯიზმი და ის არ ვიმე არა სხვა რამეს ვამბობ რომ იმას არა ეს იყო ახალი ტვინი ბრძოლის რაღაცა სულ სხვა მეთოდები თავისუფალი სიტყვის და გამარტივებული კურიერის ენა სატელევიზიო ისეთი განსხვავებული იყო მაგალითად სახელმწიფო ტელევიზიის ენისგან აი ზაზა შენგელია როცა მივიდა პირველ არხზე ზაზა მერე გაატარა უდიდესი რეფორმები მართლა ვფიქრობ რომ რევოლუციური რეფორმები გაატარა და მართლა ვფიქრობ რომ უდიდესი როლი აქვს ზაზას შესრულებული ამ ქვეყანაში მედია ისტორიაში და ძალიან მტკივნეული ძალიან მტკივნეული საბჭოთა პერიოდის ძალიან მტკივნეულად გადაიტანა ეხა იმ თაობამ ზაზას რევოლუციური რეფორმები წარმოიდგინე მე მახსოვს გამარჯვებას არ მეუბნებოდნენ ხომ კიბეებზე რომ ხდებოდნენ მტკივნეული იყო რა მტკივნეული იყო და შენ წარმოიდგინე ზაზა მიდის და ახალი თაობა მიიყვანა მაშინ ხო პატარები ვიყავით მაგრამ მომისმენ შენ იწყებ რუსთავი 2-ში. არა, მე ჯერ ვიყავი რუსთავი 2-ზე, მე რუსთავი 2-დან რუსთავი 2-ზე. გადაიბირა ზაზა. არ გადაიბირა, გეტყვი რა და მე მართა, ვიყავი ცუდად. და ეხლა ვხდები, რომ გავიდა წლები, რა იყო ეგ ცუდად ყოფნა. დღეში მქონდა 3 რეპორტაჟი, ყველა დღე პირდაპირი ჩართვები.
ვიყავი, აი როგორ იცი, დღეს რომ ყვებიან ხოლმე, რომ აი წეღარაზეც საუბრობდი მანქანასთან პანიკური შეტევები. ერთ დღეს მახსოვს, მაშინ ამაზე საუბარი იყო უხერხული. ერთ დღეს მახსოვს გოგი თოფაძესთან მივდიოდი ინტერვიუზე და გზაში გავხდი ცუდად მანქანაში. თვალები მიბნელდება, ამიჭრე და ცუდად ვარ, ყვდები, პანიკური შეტევა, ანუ გადავიწვი. და მაშინ იყო რომ მე წამოვედი რუსთავი 2-დან. დედა ჩემთან ცხოვრობდი მაშინ და ესე რამე რომ მიჭირდა ხოლმე ძალიან დიდი ხანი ესე გწედო და ჩემს უწევოდი საწოლში და ერთხელ მახსოვს რა გჭირს ინგული, რა გჭირს მეუნება ვკვდები თქო ცუდად ვარ და დეჭემ დღემდე ძალიან მარტივად უყურებს რაღაცებს. და წამოდიო, მითხრა თუ ესე იღლები ამ სამსახურს. წამოვედი, ოღონდ ერთ თვეში მივხვდი რომ მაგარი შეცდომა დავუშვი. აი ისეთი სინანული და მეწყوانო ყველაზე ძალიან რაც მიყვარდა იმის გარეშე დავრჩი. მკურნალობდი მე რა ვიცი მე მართლა ძალიან გადავიწვი რა. არ შეიძლება ადამიანმა შენს თავს გაუკეთო ის რომ მთელი რესურსი ამოწმო. ხო, ნუ არის რაღაცა რესურსი, რასაც აქვს ლიმინტი. გადავი ძართო ეკა შენ წლები მუშაობდი კურიერში, შენ საერთოდ წარმოუდგენელი გაქაჩე და მე ხელმძღვანელი იყავი საინფორმაციოსი და მე იმიტომ მე შეყოლა დარჩით, მე იმდენი ვიმუშავე, ვიხდი რომ მე ასე მე აღარ შეიძლება. შენ წარმოუდგენელი შრომა გაქვს გაწეული. აი და მე ვერ მოვერიე მაშინ ამ რეჟიმს. პატარა ვიყავი თან და ჩამყლაპა. გაიხსენე როგორი იყო შენი პერიოდი. დილით რომ მიდიოდი, არც ქმარი გახსოვს, არ ჩვილი, არც არ მეგობარი, არა შუაღამე დგება და გამოდიხარ. აი ისტორია იწერებოდა მაშინ რა. ეროსიმ და დვალმა მაშინ ისტორია დაწერეს იმ ხალხთან ერთად, ვინც იქ იყავით, ვინც იქ მუშაობდით რა. ეს სულ სხვა რაღაც იყო. ეგეთი გემო იმ თაობის ჟურნალისტიკას რო ქონდა, მე აღარ მიგრძვნი არც ერთ გადაცემაში. იმიტომ რომ მაშინ კურიერს, მაშინდელ პირველ არხზე, მე რეფორმირებულ პირველ არხზე. ეგეთი გემო არ არსებობდა. გაიხსენე უბრალოდ მაგალითად ჩვენ თვითონ როგორ გვიყვარდა ეს ყველაფერი, რასაც ვაკეთებდით. სატანჯველი სანერვიულო ის უამრავი იყო, მაგრამ აი როგორ გვიყვარდა და არ ვიცი, მეც არ მინდა რომ შენი გადაცემა პოლიტიკით დავტვირთო, მაგრამ ის რაღაც სხვა მოვლენა იყო. დამოუკიდებელი საქართველო, ახალი დაბადებული დამოუკიდებელი საქართველო იდგამდა ფეხს. და ჩვენ ბედნიერება გვერგო რომ ამისი მონაწილეა. დიდი პატივია და დიდი ბედნიერება. ჯერ ერთი რაღაცნაირად დაბადება და მოსწრება რომ ამ ყველაფრის მომსწრე ვიყავთ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები და მე რაღაცა პატარა მონაწილეები. ესე იგი მე მაინც მახსოვდა, მეგონა რომ შენ პირველმა არხმა გადაგიბირე. არა, სახში წავედი და მე ნიკურაძეს ვთხოვე. დათო დამეხმარა მე ნიკურაძე. დავურეკე და ვუთხარი რომ მეთქი სამსახურს ვეძებ და თქვენთან რაღაცა რეფორმები რო დაიწყო რამე ხო არ არის. აი სად შედგა, იმიტომ რომ მე მგონია რომ შენი მთავარი ტელევიზია მაინც აი ყველაფრის მიიღოთ იყო ზაზა შენგელია და შენ ზაზა შენგელიას დროინდელი პირველი არხი და შენ. ჩემი პირველი გადაცემაც მანდ გავაკ. დავურეკე მოკლედ ერთი თვე რო გავიდა კურიერიდან წამოსვლის მერე და მე რომ ჩემს სინანულში ვიხრჩობოდი. დავურეკე ნიკურაძეს და ვუთხარი რომ გეხვეწე მეთქი კითხეთ ხო და მაშინ უკვე მიცნობდნენ, იმიტომ რომ ცხრიან კურიერში ჩართვით რო ხარ და სამ-სამი რეპორტაჟი რო გაქვს, უკვე სახელი და გვარი იცოდნენ ჩემი რა უნარი მქონდა, რა რესურსი მქონდა. დათომ დამირეკა, ჯერ ქალაქის ტელეფონები არ დაგავიწყდეს. დამირეკას როცა ვამბობ, ჯერ ქალაქის ტელეფონზე ხდება ეს ყველაფერი და მითხრა რომ ნატონიანთან ხოლმე შეხვედრა. ნატო იყო საინფორმაციოს უფროსი და მე ძალიან მიყვარს ნატო, გიჟდები. ეგეთი კეთილგანწყობილი შეხვედრა არასოდეს არც მანამდე და არც მის მერე მე არავისთან არ მქონია. ხო რაღაც ვიცინოდა და ეს სიცილით რაღაც. მოკეთ მიმიღეს. და იქ იყო ის პერიოდი, როცა ზაზას უკვე დაწყებული ქონდა რეფორმები და
მე მეშინოდა რომ არ მოგატყო მოამბეში, იმიტომ რომ მოამბე სხვა ენით ლაპარაკობდა რა. ანუ აი კურიერი სხვანაირად ყვებოდა და აი მოამბე მთავრობის ხდომა და რესტრუქტურიზაცია და ოპტიმიზაცია და რაღაც ანუ ხო ხდები და ამ ყველაფერს ძალიან გამარტივებულად აწვდიდა მაყურებელს კურიერი და ცოტა მეშინოდა და რა თქმა უნდა იქაც საპარლამენტო დატვირთვა მქონდა, მაგრამ უფრო მიმიშვეს მთავრობის ხდომებისკენ. და ეკა გავაკეთე პირველი რეპორტაჟი, იცი როგორ მახსოვს ფოთის პორტზე. აჰა. და დაინგრა ქვეყანა, რაღაცას გააკეთე. დაინგრა ქვეყანა, კი, დაინგრა ქვეყანა. ანუ არა მოამბურის არა, აი, ოღონ ძაზა შენგელია მითხარო. ძალიან მაგარი იყო. იმიტომ რომ რა იცი ამ მახსოვს რეპორტაჟს რო ვაკეთებდი. ფოთის პორტზე ვიფიქრე რა ადვილი ყოფილა თქო და ანუ მანამდე რატომ მეთქი ვერ უსმენდი ამ ძალიან მარტივად. ხო გაიგე ჩაჯდა თვისი რა ხდებოდა ხო მე ხო საერთოდ ზოგადად ყველაფერში რაც არ უნდა გავაკეთო დღემდე სულ სკანდალის თავარი ობიექტი ვხდები და იცი ამ მახსოვს მაშინ პირველ არხზე რომ მუშაობდი მეც იქ ვესწრებოდი რა მთავრობის ხდომებს და რო გამოდიოდა მინისტრებს ვესწრებდი და უცებ რაღაცას აღადაოს იტყოდა ხოლმე ესე ჩემი მისამართი წინა გადაცემის რაღაც პატარა მიმოხილვას გამიკეთებ და საწყალი ზაზა მე მგონი მაგ პერიოდში გავაჭაღარავე იმიტომ რომ ეხა ნუ ეგეთი ვარ და რა ვქნა ერთ დღეს არ მაქვს თემა ყოველდღე უკვე მიმყავს გადაცემა გადაცემას ქვია მოამბე 24 საათზე ინგა გრიგოლიასთან ერთად და მიმყავს გადაცემა და არ მაქვს თემა და დედას გეფიცრები მართლა არაფერ შუაში არ იყო არც სააკაშვილი და არც ვინმე სხვა ვსხედვართ მე გოდერძი შარაშია და სოფო ნიკოლაიშვილი მაშინ ერთად მუშაობდით მეტი არავინ არ იყო სამი კაცი ვაკეთებთ ამ გადაცემას და რა გავაკეთოთ ზაზა იყო სადღაც მივლინებაში წასული ის პერიოდია და მე მგონი მეთქი რაღაც კოკახა თარგამაძეზე მეთქი პარლამენტში რაღაც ამბავი იყო გიორგი ბარამიძე მიქ რაღაც განცხადება ამაზე მეთქი ხო არ ხსნიან თქო თუ რაღაც ეს მოკლედ დავდგით ძალიან საინტერესო გადაცემა გამოვიდა და ზაზა მახსოვს რომ მირეკავ შუა ღამისას ჩამოვიდა და მითხრა რომ აი რა უნდა გელაპარაკო და ხვალ წამოდი რა მთავრობის ხდომაზე ეხა ვხდები რატოც იმიტომ რომ ზაზას რო დაინახავდა ალბათ ედვარდ შევარდნაძე მთელი რისხვა იმა პირველი არხია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და პირველი არხია არანაირი საზოგადოებრივი და ეხა თავისი ვალდებულებები ქონდა ხო და ალბათ იფიქრა რომ წამოვიდეს წამოეთრიოს ეს გრიგოლია და მე რო დაინახავს მაგაზე გადავა და ეგ იყო საოცარი დღე მივედი ამ მთავრობის ხდომაზე ზაზა არ მელაპარაკება იმიტომ რომ ჩამოინგრა ქვეყანა და დგანან მინისტრები და მახსოვს აი ისევ კადრები სულხან მოლაშვილი სულხან პაპაშვილი ვანო ზოდელავა და სხვები მინისტრები და უცებ იღება კარები და შემოდის კახა თარგამაძე და გრიგოლია სააკაშვილმა დაგავალა რომ გაგეკეთებინა ეგ გადაცემა ჩემ წინააღმდეგ მიშა არის ამ დროს იუსტიციის მინისტრი ხო და გავნერვიულდი ხა მარტივი არ იყო რა ანუ აი თავდასხმის იმაში და მე ძალიან მიყვარდა სულხან მოლაშვილი ძალიან მეგობრობდი და სულხანმა ესე რაღაცნაირად მითხრა კაი აი კიდევ არ მიაქციო ყურადღებაო და უკვე იცი როგორ ჩაიძაბა სიტუაცია ჯერ ედვარდი არაა გამოსული და აი ბოლო წამებია და კარი გაიღო და გიჟივით მისი ტრადიციული შლეგიგია ესეთი ნაბიჯები ჩემურბის სააკაში და ესე გაშალა ხელები და იგულა რა მაგარი გადაცემა იყო ყოჩახ ბრავო და ეს თარგამაძეს ეგონა რომ მიშას დაკვეთილია იქ და ზაზას მიუბრუნდა სააკაშვილი და უთხრა რომ აი ეგეთი უნდა იყოს გადაცემები პირველ არხზე აი სიკვდილი მინდოდა იმიტომ რომ ყველა დაიჯერა რომ მის დაკვეთა იყო ოღონდ არ იყო მის დაკვეთა ეგეთ თავისუფლება იყო წარმოიდგინე რა ეპოქაზე ვლაპარაკობთ პირველ არხს გრძლად გამომივით არა სასწაული ისტორიები აქ რომ გრძლად მე მახსოვს მოკლედ ამაზე არ მინდა რომ ბევრი ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ბევრჯერ გვილაპარაკია, მაგრამ ჩვენ ერთ დროს მიყვავდა ღამის თოქ-შოუები
და აი აბსურდი ჩვენ შორის კონკურენციის უკვე იქამდე მივიდა, რომ უკვე ჯერ მე მგონი გადაცემა იწყებოდა 11 საათზე. 11 საათზე პირველ ახსნა, 11 საათზე რუსთაველს. მე მოკეთ რო დაესწრო, რომ არ მახსოვს რომელმა დაიწყო ეს, რომელმა არ ხმა. მე იყო ჯერ 11 საათი ეკლე და მე მოკეთ მე მგონი გრიგოლიამ დაიწყო 15 აკლე, რომ მოკეთ აი 5 წუთით ადრე და ნუ იქ რაღაცა რომ მე მაგალითად რომ მეგონა რომ მე მყავს ის სტუმარი და გოდერძი ჩოხელი მე მქონდა ექსკლუზივი და ინგა გრიგოლიამ ჩაწერა უნამუსობა იყო ეგ ჩემი მხრივ. უნამუსობის პიკი, მაგრამ მეც არანაკლები გამიკეთებია მის. მოკეთ, აი ესე გოდერძი ჩოხელი მგონია რომ პირდაპირ ეთერში მყავს მე. ზის ადამიანი ელოდება და უცებ ინგა რა თქმა უნდა 5 წუთით ადრე ხო იწყებდა და ვრთავდა ეკრანზე ბატონი გოდერძი ინგას სუზის და ინგას არა, ჯერ ინგას სახე იყო, გამარჯობა და ისე ბედნიერი სახეები კი რა უხარია. თორმე რა უხარი ჩაწერა ბატონი გოდერძი. აუ, მაგაზე შენეთყობა არ გინახავს იმის ეკა ჩხეიძის გადაცემაში ბოდიში მოგიხარ. მე მართლა? დიახ. ისე ყველაზე სამარცხვინოთო თუ რაღაც ესეთი კითხვა იყო, როდის მოგცეუხარო და გავიხსენე. მე არ მოყვები მე. ხო, აი გოდერძი ჩოხელი მინდა და ყავს ყოფერიას და რა უნდა მეკ. უნამუსოდ მოვიკეთე. ხო და მე არ მოყვები რაღაც ჩემ სამარცხვინოს, მაგრამ ეს ბოდიშს გიხდი მათვის რაც გამიკეთებია შეს. მაგრამ ერთხელ მახსოვს აჭარაში მე მგონი მაშინ როგორც კორესპონდენტები ვიყავით, მოგეთ რაღაცა ერთად ვიყავით და აი ხო მართლა შენთვის მიხვეცი რომ მართლა უდიდესი პატივისცემა მქონდა ერთმანეთის, მაგრამ მან თავარი იყო ვისი მიკროფონი უფრო გამოჩნდება და აი მართლა უკვე აი მეასედ ეს კი მე ვსვავ კითხვას და მეასედ აი ეს ხმალაობა მიკროფონების ხოჩოს მაშინ დაიწყო და უკვე მახსოვს შენ ესე მეასედ ესე იგი რუსთაველის მიკროფონი პირველ ერთხს მიკროფონით ესე ჩაკუჩე და მე ეს ინგა რა გჭირს და რაღაც მახსოვს რომ ცოტა შეწბიდე მაგრამ მოდი ვთქვათ რისკენ მიმყავს მე ეს ყველაფერი იყო დაპირისპირება როგორ არა რა თქმა უნდა დაპირისპირება არის იყო კონკურენცია იყო ეკა იყო ორი არხი იყო მხოლოდ და წარმოიდგინე როგორი კონკურენცია იყო ძალიან მძაფრი თან რა თქმა უნდა იქ სადაც შენ მუშაობდი ამ შემთხვევაში კურიერში, რუსთავიორში, იმის ყურებადობასთან რანაირად მოვიდოდა ხო სახელმწიფო ტელევიზიის ყურებადობა, ამიტომ შენ უნდა მოგეკლა თავი როგორც წამყვანს, რომ შენ უნდა გქონოდათ საინტერესო თემა და იმ დღის მთავარი სტუმარი და რა თქმა უნდა თავს მოიკლავდი, ყველაფერს გააკეთებდი ადამიანი რომ ეს ყოფილიყო, ეგ რომ არ ყოფილიყო, ეხა რომ ვფიქრობ, ან რამ გადაგვატანინა, ან როგორ გავუძველით ამდენი წელი აი ამ რეჟიმში ცხოვრებას, სხვანაირად შეიძლება ეგეც საინტერესო და გემრიელიც არ ყოფილიყო. როგორ გონია რომ ყოფილიყო მაშინ სოციალური ქსელები და აი ის რაც არის დღევანდელი მოცემულობა ისევე გაგრძელდება ისევე გავაკეთებდით ამ ყველაფერს რომ ყოფილიყო სოციალური ქსელები მე ვერ გავქაჩავდი ეს გამორიცხული იყო ეს გამორიცხული იყო, აი როგორ გავქრებოდი, იცი ამ სფეროდან, იმიტომ რომ ეხა ადვილია დღესაც კი მაქვს ხოლმე რეაქცია მთლათესეულია. იცი რა, აღარ უნერვიულობ, მაგრამ რაღაცა რეაქციები, რა თქმა უნდა, რეაქცია მაქვს და მინიმუმ დავარქმევდი არასასიამოვნოა, მაგრამ მაშინ როცა პატარა ვიყავი, იქ რომ ყოფილიყო სოციალური ქსელები, მე ამას ვერ გავქაჩავდი. ეს იყო შეუძლებელი. ეხა იმდენი წლის გამოცდილება მაქვს, რომ მიჩვეული ვარ ამას. შენ წარმოიდგინე, მე ვფიქრობდი ამას წინათ, მე რო წამოვედი რუსთავიორიდან ანუ მაშინ არ იყო ესე Facebook-ი და მე არ ვიცი როგორ გადავიტანდი, როგორ ვიცხოვრებდი, როგორ გავიდოდა ეს ყველაფერი, თუმცა აი ამ ყველაფერზე რომ აი ყოფილიყო არა ძალიან გაჭირდება. ხო, ძალიან გაჭირდებოდა მე მგონი. ძალიან ჩვენ უკვე ვარ დიდები. ამიტომ დღევანდელ ჟურნალისტებს ვინც ახლა მუშაობთ, აი მართლა ქეთს ვიხრი, იმიტომ რომ ძალიან რთულია. იმიტომ რომ რეალურად ჩერტე რატო უნდა იყო ყოველას მოსაწონი, საერთოდ ვერ ხვდები. მე მუდმივად აი ამ ფილტრშია, მუდმივად აი ამ მოცემულობაში
ცხოვრობენ, არა მხოლოდ ჟურნალისტები, რა ვიცი, ყველა ადამიანი რა, მოკეთ ძალიან რთული იქნებოდა. ეხლა მე გეთანხმები, მე ჩემი სოლიდარობა ახალი თაობის ჟურნალისტებს, მაგალითად ისე დაუნდობელია ხშირ შემთხვევაში რა ეს სივრცე, რომ აი მძიმე დღეები როცა იყო ეს დარბევების დღეები და ღამეები გადამულად, მაგალითად არეძინა ნანუკა ქაჯაიას, ხო ვგიჟდები, ისე მიყვარს და ანუ ეს რაღაცა ნიღბი და ანუ ყველაფერი საკუთარ თავზე გადაიტანა ისიც და მე რაღაც პერიოდი გავიდა და სოციალურ ქსელში რაღაც თემაზე უცებ ხედავ რომ შედგნენ რა და მივიღე შოკი. აი ხო ხდები რაღაცა ჯერ კიდე იქიდან გამოსული არ იყო და იქ რაღაც პოლიტიკური რაღაც არ მოეწონათ კითხვა. ძალიან გაჭირდებოდა ეკა. შენგან განსხვავებით მე აბსოლუტურად უკონტროლო ემოციების ადამიანი ვიყავი და ვარ. შენ სრულიად განსხვავებული ტიპაჟი იყავი. ჩემი ხმა იყო შოკი. ანუ და აი ეს ემოციები, ეს ხმა და ძალიან ბევრი ადამიანის თავიდანვე იყო მიუღებელი. სულ ვამბობდი ხოლმე, რომ აი შუალედური მაყურებელი არ მყავს თქო რა. ან მეთქი ძალიან ვძულ ვარ ვიღაცებს და ან ძალიან ჩემიანები ხდებიან, იმიტომ რომ მე მაქვს ერთი ფრაზა შენზე, რომელსაც სულ ჩემთვის ვამბობ. შენ მოგწონს გრიგოლია, არ მოგწონს გრიგოლია, მაგრამ როდესაც შენ გიჭირს, პირველი მიდიხარ გრიგოლიასთან. ეგ ხო, ეგ კაი რამე ახასიათებს ამ პროფესიას, მაგრამ აი შენი შემთხვევა და ჩემი მაინც განსხვავებული იყო, შენს მიმართ უფრო პოზიტივი იყო დიდი დოზით. არა, ნუ მე არა, თვითონ ტიპაჟიც იყავი, ეხა ხომ არ გემლიქმნელები, ანუ სხვანაირი იყავი, რაღაც ძალიან დამჯდარი ემოციების ადამიანი, განსხვავებული მათ შორის ინფორმაციის გადაცემის უნარებით სხვა იყო და ჩემი იყო კიდე სრულიად განსხვავებული, ამიტომ მე უფრო მეტი ჰეიტერი მყავდა და ეხა ეს წარმოიდგინე მაშინ რო ყოფილიყო Facebook გამორიცხულია. მაგრამ აი ოჯახის წევრები არა, ჩემ ოჯახში ჩემი ყველაფერი მოწონდათ ეკა. ჩემს ოჯახში ჩემი გაკეთებული დღემდე ყველაფერი მოწონდა, ეჩება წლების მერე აღმოაჩინა, რომ თურმე სუფლიორით მუშაობდი და ეს იყო მისი იცი როგორი შოკი, იმიტომ რომ ჩემს ხო გონია რომ ყველაზე ჭკვიანი შვილი ყავს, ყველაზე მაგარი, ყველაზე და რაღაცა თქვა და მეც მეთქი სუფლიორით მუშაობ. რაო მითხრა და მეთქაი დედა რა გეგონა რომ 10 წელია მე უსუფლიოროდ დეჩემს ეგონა ეს. ანუ მე ოჯახში კრიტიკოსი არ მყავდა. დღეს მყავს მარიამი. ძალიან. მარიამი არის როგორი იცი? აი პირდაპირ მომწერს. მე შენს ადგილას ამას ასე არ ვიტყვი. შინაარსში. კი, აბა შინაარს შემოდის. მე შენს ადგილას ამას ვიტყოდი. რა სილამაზე, მოიცა? რა ლამაზი. ეხლა უნდა გაჩვენოთ ჩემ და ინგას მეგობრებს და მაყურებელს რა ლამაზი ხედია, კაცო. ნინია, რა ლამაზია აქედან თბილისი არა? მოდი დავიწყოთ ვეჯბუდით. აბა გახსენ. ნახე. შეფუთულია და აი საჩუქრები. ნინიას უყვარს საჩუქრები. გავხსნათ. თომის ბაბუა. რა ლამაზია. აქ ნინიას ფოტო. ნინიასი და შენი და მარიამის და რაღაც მინდოდა რომ ჩემგან ქონოდათ რომელიც სამი გაერთია. ძალიან დიდი მადლობა. აი თქვენი სამის პორტრეტი ჩაიდოს, ხო? და ჩასვა. ხო და ეს არის ინგა ჩემი მეგობრების ასევე ეს არის ჩაები, ეს ცოტა დიდების არის, მაგრამ შენ თუ გიყვარს ჩაი, შენ შეგიძლია. მოგეთ ეს არის რაღაცა ჰავაის მზის ჩასვლა, შავი ჩაი და ეს არის მანუკა. მანუკა ყოფილა რაღაცა განსაკუთრებული ჯიშის თაფლი
მართლა? ხო. და ეს რაღაცა ნაზავი გაგიმზადე შენ. შენ იცი, ბევრი წელი ისე დავბერდი, რომ ჩაის არ ვსვამდი და ეგეც ეთქობა ასაკის თემა. აი, ახლა შენ რო ყავა გაგიკეთე, მე ჩაი გავიკეთე. მართლა ხო და ეს ჩაი ხო, ანუ გიждები. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. დიდი მადლობა ჩაიმანიას და ამაში ჩავსვამ ნინიას და ბებიკოზე ბებიკოს სურათს. ეხლა ჩვენ ვიცეკვებთ. მელა. აი მელა. Bravo! Qocha. Ai, stampareva finaluri accordi. Bravo! Qocha Vinia. Ekas. შეხვედრებს. მადლობა. 3 წლის რო ვიყავი, დედაჩემმა მასწავლა ასოების წერა და ასოების წერა რო ვიცოდი, შესაბამისად ესე რაღაც ასო ამოკითხვა და მე მახსოვს მთელი ცხოვრება, რომ მამაჩემთან და დედაჩემთან სახში სტუმრები რომ მოდიოდნენ, დედაჩემი დადგებოდა და ამის დემონსტრირებას მაკეთებინებდა, რომ მე ვიცოდი კითხვა. ეხლა გაიზარდა უკვე შვილთა შვილები არიან და დედაჩემი ყოველდღე მირეკავს და მეუბნება ეს ბავშვი რაღაცა რატო არ ასწავლი და რა ვასწავლო თქო დედა თქო და შენ რომ 3 წლის იყავი უკვე ასოები იცოდი და მე ვეუბნები რომ რას მერჩოდი რატომ აწვალებდი იმის მაგივრად რომ მე თამაშა ყირაზე გადავსულიყავი აი ასოების კითხვა და ეხლა ნინიასგან და სხვა შვილიშვილებისგან მოითხოვს რომ ეს უნდა იცოდნენ რომ ვიღვიძებთ პირველი მარიამთან ანუ რეკავდა რა ჩააცვი თხლადაცვია სურათი ვნახე ან მარიამი ჩამიგდებს რაღაცას და რატო არაცვია თქვა წინდები რატო არაცვია თბილი ფეხსაცმელი და მარიამი გიждდება და მეუბნება რომ ერთხელ არ გითქვამსო ისე გავიზარდეო რომ ცივა წყელა რამე უნდა გააკეთო ის და ამ ბავშვზემა გადატანილი და აი რამე რო იყოს დაიტოვებ? იცი რა თვითონ არ რჩება ჩემთან არა დედის გარეშე არ რჩება თორე მე სიამონებთ ეხა მაგალითად ამ ზაფხულს პირველად მივდივარ დასასვენებლად ერთად მე მარიამი და ნინია უი გოგოების ამბავი გექნებათ რა კაია ამბავი გვაქვს და აი ეს ალბათ იქნება პირველი ზაფხული როცა ეხა მე დავიტოვებ თუ დარჩა მას სხვა ყველაფერს ჩართული ვარ ვიცი რითი ცხოვრობს რა ჭამა რა სჭირდება როგორ ხასიათზე იყო ბაღში რომელსაძე წავიდა რომელზე გამოდის აი ყველაფერი ვიცი აი შენ და სახლი სად არის აი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა შენთვის აი გაწყობა მოწყობა რა ვიცი აი სათხე და აი რაში მდგომარეობს შენთვის სახლი სახლი არის ყველაფერი დღეს ყველაზე დიდ დროს თუ არ ჩავთვლით სამსახურს ვატარებ სახლში ადრე სახლში მარტო დასაძინებლად მოვდიოდი მართლა მარტო დასაძინებლად მოვდიოდი ეხლა ყველაზე მე დროს ვატარებ სახლში იმიტომ რომ ძალიან მიყვარს მაგრამ ეხლა დამეწყორა ადრე სულ მინდოდა მარტო ცხოვრება ხო ცხოვრობდი კიდეც ხო ეხა სულ მინდა ბევრი ადამიანები. კი. ბევრი ოღონდ შენიანი. ჩემიანები, ანუ მინდა რომ ერთად ცხოვრობდეთ. ეხა ამ ბოლო დროს მე და მარიამი მსჯელობთ ხოლმე რომ ერთად ხომ არ დავიწყოთ ცხოვრება, იმიტომ რომ
ძალიან მაბედნიერებს და ადრე ნერვები მეშლებოდა. აი ხალხზე მეშლებოდა, ბევრი ადამიანი რო დაბოდიალობდა სახში რა, ვერ ვეგუებოდი და ეხლა მოთხოვნილება მაქვს რა. ჯესეთი მე და ჩემი შვილი ისედაც ძალიან ახლოს ვარ და მეგობრობთ, მაგრამ ნუ აი წარმოუდგენლად გადაჯაჭულები ვართ ერთმანეთზე და ეხლა ჩემი ბმა არის პირდაპირ ნინიასთან რა. მართლა რაღაცა სულელურ სიმღერებს და ლექსებს ვამბობ ხოლმე. და აკვიატება მაგან რაღაც წინადადებას რო იტყვის მოდია მოდი ჩვენთან ჩაჯექი შუაში და მე ამაზე ვაგე მოკლე ნინია რა ყველაფერი რა შეიძლება იმიტომ ეკა რომ მე არ გამიზდია მარიამი და ეგ არ მაქვს გავლილი რა ბავშვთან პასუხისმგებლობები ბავშვის მიმართ აი ეს დედობრივი ემოციები დეჩემა გაზარდა მარიამი და ამაზე მაქვს საოცრება გეკეტება აუ ძა მე ერთი ჩექი ხუტო და всё მოდი ჩემთან ოპა მოდი ხა ჩვენ დავემშვიდობოთ კამერას აბა მომავალ შეხვედრამდე თქო უთხარი მომავალ შეხვედრამდე გამოიწერეთ შეხვედრები ეკახოფერიასთან და იქნება სულ აი ესეთი მშვენება გადაცემებში აი როდესაც შენი კარიერა აი ესე მიდიოდა იმაში და ვითარდებოდა და ჩვენი აქეთ ისდებოდნენ პატარა საყვარელი გოგოები. მარიამი, ანანო, ვიღაცის სკოტა ჩვენი ყოველსი ჟურნალისტების შვილები. როგორ ზრდიდი? რას ნანობ? ოუ, ძალიან ბევრ ამას ვნანობ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა დედას გონია, რომ ყველაზე მაგარი შვილი ყავს, ჩემი შვილი მართლა მაგარი გოგოა. მაგრამ ძალიან ბევრ ამას ვნანობ. ჯესეთი 10 წელი თითქმის ლამი სკოლა ისე დაამთავრა რომ დედა ჩემიზდიდა და მიმისთვის დრო არ მქონდა თავს იმით ვიმართლებ ხოლმე რომ აი წეღარას ვქვი დილით მივიდიოდ სამსახურში ღამე მაგრამ არა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც შვილთან გატარებული დროა და უნდა თუ არა მაშინ არჩევანის გაკეთება აი რაღაცაზე უარი არა შემეძლო და ალბათ მაგას ვნანობ რომ უფრო მეტი დრო მარიამზე არ დავხარჯე მაგრამ პროფესია და ცხოვრება ჩვენი პროფესიული ცხოვრება მთელი თავისი შიგ თავსით უბრალოდ ადგილს აღარ გიტოვებდა რა სხვა რაღაცის მოკლედ ჩემმა გაზარდა და აი მაგას ვნანობ რა დაკარგული ძალიან ბევრი დრო მარიამი იყო მე-9 კლასში თუ არ ვცდები ani უკვე ამთავრებდა როცა ერთად დავიწყეთ ცხოვრება მე და მარიამ მანამდე დეეჩემთან ცხოვრობდა მე ცალკე ვცხოვრობდა დავმეგობრდით წარმოუდგენლად ანუ აი ეს პერიოდი მაქვს დაკარგული აი როგორ დამეგობრდით ეხლა მიყვებიან ამდებს რომელზეც თან მეცინება თან ცოტა გული რო გეკუმშება და მე ეს ყველაფერი ანუ არ მახსოვს რა წარმოიდგინე შენ რა გეცვა პარლამენტში რომ შემხვდი კორესპონდენტები რომ ვიყავით ის მახსოვს ნუ მე მახსოვს ძალიან შენი თვითფერი რა გეცვა ჩემ შვილთან დაკავშირებით თქო ანუ ბევრი ისეთი რაღაცა არ მახსოვს იმიტომ რომ ძირითადად მაინც ამ პროფესიულმა ცხოვრებამ წაიღო და ამას წინათ ვიყავით ძალიან სასაცილო ამბავი დამემართა იმაზე თინიკო მაღალაშვილის ჩვენება იყო და შესვენება და ბიჭი მოდელი რომელიც მოვიდა და მითხრა გამარჯობა რაღაც სიმპათიური კარგი ბიჭი იყო და ისა შენ შვილიო სად არისო ხო და აქვია მეთქი შესცივდა თქო და მისცა და გაგიჟდა მეთქი ისე მოეწონა რა მოვეწონე ვერ ვიტანო ძულსო და გავგიჟდი მე რაღაცა უჩვეულო სიტუაციაში ხდები და მე ყვება რომ სკოლაში თურმე ერთად სწავლობდნენ და მცემაო და мама ჩემიო იძახდაო სკოლის დირექტორზეო და დაგვაყენა თავზე ვიღაცები ანუ ჩემი შვილის ისტორიები სიგიჟეები რაღაცები მე არ ვიცი იყვებიან სხვები მიყვებიან ეხლა 2 კვირის წინ გავიგე ერთ-ერთი მაგალითად როგორ იტყუებოდა თურმე ჩემი შვილი რომ სკოლის დირექტორი იყო მამამისი წარმოიდგინე რა სასაცილოა რა არის ყველაზე რთული ასაკში შესვლასთან ერთად იცი რა უფრო გამიმარტივდა აბა მოყევი საოცრება მე არ მინდა ეხლა რომ ვიღაც ნათქვამის სიტყვები მივითვისო ალბათ ბევრს უთქვამს მაგრამ ეხლა რომ მომწონს ჩემი თავი ისეთი თვით მოწონება არასოდეს არ მქონია გეტყვი რატო სრულიად ვაკონტროლებ ჩემს თავს
აი ისევ ცხოვრობ როგორც მინდა მართლა ეს პროტოკოლური რაღაცა ვალდებულებები რაც ამ ჩვენს პროფესიულ ცხოვრებას ახდა ეს ყველაფერი მაქვს აი ესე ერთად ბოხჩაში და არა აი ცხოვრობ მარტო ისე რაც მანიჭებს სიამოვნებას ეს მომიტანა ასაკმა თუ არ ჩავთვლით იმ საქმეს, რასაც ვაკეთებ, ხო? რასაც თავის სიმძიმე აქვს. ხო, მაგრამ ეკა უყურე ადრე ამ თავის საქმის პარალელურად მიწევდა ყველასთვის ანგარიშის გაწევა, ყველა შკოაზე სიარული, აი ცოტა საზოგადოება ის როგორ აღიქვამს ეს, ეხა აღარ მადარდებს არფე. მოკლედ, იცი როგორ კომფორტში ვარ, ძალიან ჰარმონიაში ვარ ამ ასაკში ჩემს თავთან. 55 წლის ვარ. ეხლა არ დაწყებულა სხვა ჩვენს. აი ბოლო რაღაც 1-3-4 შეიძლება 5 წელია ნელ-ნელა დავიწყე და მომწონს ეს ასაკი ძალიან მომწონს არასოდეს ასე არ მყარებია ოჯახური გარემო როგორც ეხლა მიყვარ შეიძლება ეგ ახლავს ზუსტად ასაკს არ ვიცი მაგრამ მე ეს მომეწონა რა კიდე რა შემოიტანა ნერვი ბევრი ძალიან ბევრი რამე ეხლა ზუსტად ვიცი რასაც ვაკეთებ რატო ვაკეთებ 10-მდე დათვლა ვისწავლე აი ვისწავლე ადრე ხო ფეთქებადი ვიყავი აი ეხა რამე შენ თვითონ თუ იარებ აი ნელ-ნელ არა მე თვითონ აი ეგეც მომიტანა რა ცხოვრება აი ესე 10-მდე დაითვალე და აღარ ვაძლევ რეაქციას ანუ სრულიად მართავ სრულიად ვაკონტროლებ ჩემს თავს ეს იყო მთელი ჩემი ცხოვრების პრობლემა რომ ვიყავი ძალიან ფეთქებადი ვიყავი ძალიან იმპულსური და ეს მაზარალებდა რა ბევრ სანერვიულოს მიჩენდა ეხლა ცხოვრობ ძალიან მშვიდი და დაწურული ემოციებით ეს მომიტანა ეს ერთი მეორე აღმოვაჩინე რომ პატივსაც ვცემ ჩემს თავს იმდენი რაღაც გადავლახე ცხოვრებაში სანერვიულო პრობლემა დიდი პრობლემა მათ შორის რომ რაღაცნაირი გამოწრთობილი საკმაოდ ძლიერი ქალი ვარ და უხერხულია ხა ჩემს თავზე ლაპარაკი მაგრამ პატივს ვცემ ჩემს საკუთარ თავს რა ისეთი უნარები ჩამომიყალიბდა ამასობაში ბრძოლის უნარიანი მოკლედ ადრე უფრო წუწუნა ვიყავი ტირილი მიყვარ და ჩავიკეტებოდი ხოლმე სახში პრობლემა რომ მქონდა და სულ რაღაც მსხვერპლი ვიყავი რომ მე არ ვიმსახურებდი აი ესე და ხა არ მჭირს რა რაღაცა ძალიან მომაყოჩაღა ოღონდ ეს დამეწყო აი რაც 50-ს გადავწდი მანამდე იყო ღრმა დეპრესიის პერიოდი ეგ ალბათ კრიტიკული ასაკი იწყებოდა უკვე რა სადღაც 45 წლიდან 50-მდე იყო აი კატასტროფა დეპრესიული ასაკი ეს მომწონს ეს ალბათ დიდი წვლილი შეიტანა რომ მე მგონია რომ მე მართლა გულწრფელად ვამბობ მართლა მე სულ მომწონდი როგორ გამოიყურები, იმიტომ რაღაცა შენი ის ქონდა ყოველთვის. უბრალოდ გონია რომ შენ ახლა ყველაზე მეტად მოგწონს შენი თავი ახლა როგორ გამოიყურები. არა, ის ხალხია. რა თქმა უნდა, აბა იმის ფონზე როგორ შეიძლება არ აი ის პატარა რო იყავი, აი ხა პერიოდები ახლა ამასიად მზეში რო ვიყავი იგივე წონა ვარ ახლა. კი, ზუსტად იგივე წონა ვარ ახლა. ხო, უბრალოდ მაინც ალბათ იცვლები უკვე ხალი რო ხარ ასაკში რო ხარ და სხეული სხვადასხვანაირად გამოიყურება თორე წონით. შენ ქონდა მაშინ მოკლე ქერათმა, ქერაჩეღებილი, ხო? და მაშინ მთელი დიეტებით და ამბებით იყავი, ხო? ეხლა ეხლა ბარიატრიული ბარიატრია გავიკეთე და დავიკელი, მაგრამ ბარიატრიამდე დავიკელი ჩემით 20 კილო. იმიტომ რომ როდესაც მივედი ოპერაციის გასაკეთებად უკან გამომიშვა ექიმმა. არა, მითხრა რომ საერთოდ არ ხარო მზადო ამისთვისო და მეთქი რა მე 20 კილო რო დავიკელი, მე გამიკეთა და მე ვკითხე დათოს დათვაბულაძემ გამიკეთა და მეთქი 20 კილოთი მეტი რო ვიყავი, მეთქი ამაზე მაშინ არ გამიკეთე. რა არ იყავიო მზადო და მეთქი რას გულისხმობ თქო და რო გიწყებდიო საუბარსო რომ კვება უნდა შეზღუდო ეგრევე ჩხუბს იწყებდიო რომ თუ კვება უნდა შევზღუდო მაშინ რატო ვიკეთებ ამას. ხო ესე მაგრამ გამაგიშა კამიმან ჩემზე წონა უარყოფითად იმოქმედა ძალიან ცუდად იმოქმედა ხო არის რომ იმიღე საკუთარი რო ხარ ადამიანი დაახლოებით ეგეთი რა მოიტანა აი ამ რეალურმა წონამ აი ხა მოიტანა რა ჯესეთი რომ გავბედნიერდი საოცრად გავბედნიერდი აი რაღაც გაპრაჭვის ხასიათზე
მთელი ჩემი ფინანსები წავიდა ტანსაცმელში. ეს რამდენი ხანია შენ ამ წონაზე? ხარ როდესაც ხარ ეს თი რომ დაფარფატე. ანუ 1-2 წელიწად ნახევარია რა ესე ვარ. რასაც ხელფას ვიღებდი. ხო იცი მე რო ვკითხო. თუ ვიცი ადამემართა ეს რა ღორობა დამემართა. ანუ ეგრევე ხელფას ავიღებდი თუ არა ვყიდულობდი ტანსაცმელს მე მივხვდი არც ფსიქოლოგი დამჭირვებია მაგის ასახსნა და არც არავინ ისე მენატრებოდა რომ აი ოდნავ მომწონებოდა რაღაცა რაც მეცვა რომ ყიდულობდი ეგეც როგორი კომპლექსია მე სადღაც გავკავდი მივხვდი რომ ღმერთო როგორი ხო მაგრამ გოგო ხარ და გოგო აი ხა უფრო ბევრად უფრო ახალგაზრდა მგონია თავი რა ვიდრე ახალგაზრდა რო ვიყავი მაშინ გრძნობდი რა კარგია და ჯანმრთელობისთვის კარგია და ენერგიისთვის კარგია და საერთოდ მივხვდი რომ ცვლილებებისთვის ვარ მზად. აი რადიკალური ცვლილებებისთვის ვარ მზად. მათ შორის რო არ მოგატყუო პროფესიული კუთხითაც, რაღაცა ახალი საქმის დაწყებისთვისაც, რაღაცა სულ ახლის ძიებაში ვარ რა. ეს ბოლო პერიოდია და იმ დღეს მეკითხებოდნენ რომ კარგიო რა შენ ჟურნალისტიკის გარეშე ვერ გაძლეფო ხო და მე ვთხარი რომ აი დარწმუნებული ვარ რომ ისეთ რაღაცას თუ კი გადავწყვეტ ხო ისეთნაირად გავაკეთებ რომ ის რაღაცა мотиваცია მაქვს ახალი მაქვს რა ახალი სუნთქვა ჯესეთი აი შე რომ მკითხე რომ თითქმის ყველა ტელევიზიაში გიმუშავია ეგ იყო სულ ჩემი ერთ-ერთი მთავარი შტრიხი. მე მალე მბეზდება ყველაფერი. სამსახურიც შეიძლება ურთიერთობებიც მართლა დედაჩემი მეუნება ხო იცი რომ კაცივით ხარო რა აი კაცივით ხასიათი გაქვს არა ალბათ უბრალოდ რაღაცას ამოწურავი და აღარ გინდა მეტი და არ თამაშობ საკუთარ თავს არ ეთამაშები ყველაფერი ჩემი ცხოვრება ყოველთვის ესე იყო რომ მჭირდებოდა ცვლილებები და სულ სამსახურების ცვლილებებიც გარკვეულწილად ამასთან დაკავშირებული იყო. გარემო თუ არ შეიცვალე, თუ რაღაც ახალი არ დაიწყე, უბრალოდ მე ძალიან ეხლა ძალიან ჩავიკეტე. ეხლა ვარ 10 წელია, ერთი და იგივე გზას გავდივარ ყოველ დღე. ვაკეთებ ერთი და იგივე საქმეს და უკვე შიგნიდან დამეწყო ტანჯვა. უკვე მინდა რომ რაღაცა სიახლე უნდა მივცე ჩემს თავს, იმიტომ რომ დაიტკებნა რა. ყველაფერი გახდა ძალიან ეხა გარემოც ისეთია, ძალიან რთულია ეხა რეალურად იმ საქმის კეთება, რასაც მე ვაკეთებ, მაგრამ აი სულ მგონია რომ რაღაცა ახალი გამოწვევების დროა და სხვა ჩოის ვფიქრობ რომ აი ამ 55 წლის ასაკში რაღაცა ახალი უნდა დავიწყო, რაღაც ახალი უნდა გავაკეთო. არ ვიცი რა, მაგრამ უკვე დამეწყო ამაზე ფიქრი და მგონია რომ გავაკეთებ რა. რას უკავშირდება ის ახალი, აი ესე უბრალოდ დავიღალე, არა, დავიღალე და მომბეზდა. ამიტომ გეუბნებით, ცვლილებები თუ არა, წარმოიდგინე, ჩემისთანა ადამიანი რომელსაც არ შეუძლია, ნუ აი 3 წელი, 4 წელი შემილია ავიტანო ერთი და იგივე გარემო და მე გავრეკავ. აი უბრალოდ არ შემიძლია და 10 წელია ვაკეთებ ერთი და იგივეს და უკვე საქმე, რომელიც არანორმალურად მიყვარს, გადამივიდა ვალდებულებაში და ეს ვალდებულება მოიცავს ბევრ რაღაცას, ესეთი ადამიანების მიმართ, რომლებიც ეხა ციხეში არიან სინდისის პატიმრები და ვერც კი წარმომიდგენია, რომ სანამ ეს ხალხი ციხეშია, რომ მეუცებ რაღაცა კლინკები ავყარო და მე დავიღალე და წამოვწვე და რაღაცა ის, მაგრამ ასევე ვალდებულებაში გადამივიდა ოჯახში, ასევე ვალდებულებაში გადამივიდა ტელევიზიის ხელმძღვანელები მიმართ, რომლებიც ჩემი მეგობარია, ხვატო წერეთელი ჩემი უახლოესი მეგობარია, ყველას ანგარიშს უწევ, ყველასთან რაღაცა ვალდებულად ვგრძნობ თავს, აი ეხლა ხო ამისი დრო არა, მე რა რო დაიღალე, ეხლა ხო არ შეიძლება რომ აი მე რა რო დაღლილი ხარ, მაგრამ არა უნდა ჩაიცვა, უნდა წახვიდე, იმ დღეს სიცხიანი ვიდექი ეთერში, იმიტომ რომ ვალდებული ვიყავი და აი დავიღალე, აი 55 წლის ვარ, აი როდემდე რამდენი წელი შეიძლება, ხო კიდე ესე რომ ვალდებულების გამო რომ აი იმას არ ეწყინო, ამას არ გული არ ვატკინო, არა უნდა დავამთავრო რა.
რაღაც შეიძლება სულ სხვა გადაცემა დავიწყო, ეგეც არ ვიცი. ანუ იმას კი არ ვამბობ, რომ სამსახური მივაგდო და წავიდე. ან შეიძლება წავიდე და სულ სხვა საქმე დავიწყო, მაგრამ ეხა მაგიცი როგორი ეტაპი თუ რაღაც ახალია დავიწყე, წავალ სიბერისკენ, აი რუტინა, უკვე რუტინაში რო გადავიდა, აი მოსაწყენი რაღაცები, უკვე ძალიან დამღალა ამ მდგომარეობამ რა. სიახლე მჭირდება. და ქონია თუ არა მსგავსი ფიქრები ადრე ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე? ეხლა რომ აქვს, ეგეთი არა. ეხლა რომ ჯერა რომ დროა რომ რაღაც ახალზე ვიფიქრო, არასოდეს ასეთი არ მქონია. იცი რატო არ მქონია ადრე ეს ფიქრები? იმიტომ რომ ვაკეთებდი. ვიგრძნობდი თუ არა რომ აი უკვე აღარ შემიძლია ვაკეთებდი რა. და ეხლა ხო გეუბნები, აი რაღაცა გადამივიდა, რაღაცა უკვე ვალდებულებაში გადავიდა რა, საქმე რომელსაც ვაკეთებ და რომელზეც არავინ არ ფიქრობს, არც უნდა იფიქროს, მაყურებელმა რატო უნდა იფიქროს, შენთვის შეიძლება რამ ტანჯველი იყოს, ვიდრე ამა თუ იმ გადაცემას ამზადებ და გადიხარ ეთერში და აი მე რო არ მოგატყო იმანაც დამღალა ყველა ჟურნალისტიკას რო გასწავლის, ყველა რევიზიას რო ატარებ, შენი გაკეთებულის, სულ რაღაც მაქვს სამტკიცებელი. მე როგორ მდგომარეობაში ვარ, იცი? ღამურა. არც მიწის რო ხარ, არც ის, ანუ სულ ვიღაცა რაღაცას მაბრალებს, სულ ვიღაცა ჩემი გაკეთებულის რევიზიას ატარებს, სულ ვიღაც ჭკუას მასწავლის და ამანაც დამღალა და უკაცრავად 55 წლის ვარ, ძალიან ბევრი ვიცხოვრე საიმისოდ, რომ აღარ ვიყო ეხლა რა დაღლილი და ამდენი ჭკუის მასწავლე ხანდახან იცი მიფიქრია, რომ აი ძალიან როცა გადადის ხოლმე უკვე ყველაფერი ზღვარს, რომ აი ხوارი რა ღირსი, რომ ვიღაცა ვინც რევიზიას გიტარებს, რომ აი მოიყვანო და უთხრა, რომ აჰა შენ გაძლევ 5 ეთერს და მიდი აბა გააკეთე. მე სულ ვამბობ რაღაც. მოდი, გააკეთე. ხო რა გააკეთე. ნახე, მაგრამ რაღაც კუთხით დღეს იმდენი პლატფორმა, ყველას აქვს თავისი Facebook გვერდი, სოციალური ქსელები და აგერ ბატონო ბურთი და მოედანი, აგერ ამდენი პოდკასტი, ამდენი YouTube, აგერ ბურთი და მოედანი. ყველაზე მარტივია კრიტიკა და ყველაზე არა, უნდა ვაკრიტიკოთ, იმიტომ რომ ეს ზრდის ადამიანს, მაგრამ აი ხა ჩვენ ხო კრიტიკაზე არ არასაკურველია. უბრალოდ აი რაღაცა პატივისცემა, იმ შრომის, აი მე ძალიან პატივისცემ ადამიანებს, რომლებიც აი დიდ შრომას, აი მართლა რა ვიცი, აი შრომელი ადამიანი, ჩემს აი ძალიან ისეთი ადამიანი. ადრე იყო, სად ხედავ შენ თავს 5 წელიწადში. ანუ სად ხედავ შენ თავს 100 წელიწადში და დღეს ეს არის არაპოპულარული, იმიტომ რომ არაადეკვატურია ვერავის ვერ ხედავს 5 წელიწადში, 10 წელიწადში. აქ და ახლა არის დღეს ყველაზე ორგანული და ყველაზე კარგი ნათქვამი. მაგრამ გაგაწყვეტი რა? სად ხედავ შენს თავს 5 წელიწადში და 10 წელიწადში? ხელაიას აქვს, მამა იოანეს აქვს, ჩემთან დაკავშირებით ერთი მაგარი ღადაობა. გრიგოლია ვიცი როგორი პენსიონერი, როგორი იქნებაო 10 წელიწადშიო? ადრე იძახდა როგორი და პარლამენტთან იდგებაო და აქციაში მიიღოს მონაწილეობას, პენსია გამიზარდეთ. და ისე ხატოვნად ამბობს ამას, რომ მე მგონი ვხედავ, რომ მან ვხედავ 10 წელიწადში ჩემთან. წარმოვიდგენია. არა, რას ამბობ. და ამის მიუხედავად მაქვს ესეთი ორი კითხვა. პირველი, რას ვისურვებდით? რას ვისურვებდი? აი ხა ვისურვებდი, რომ ჯამთელი მყავდეს ყველა გარშემო და უფრო მე თავისუფლებას ჩემი საკუთარი თავისთვის მათ შორის, უფრო ბედნიერ გარემოში ცხოვრებას. ეკა ძალიან მძიმეა ჰაერი რა. ძალიან მძიმეა გარემო. პროფესია კიდე უფრო მეტად ამძიმებს ამ ყველაფერს და აი თავისუფლებას ვისურვებდი. საერთოდ ვისურვებდი, რომ ბედნიერი, თავისუფალი, რაღაცა ლაღი, გაღიმებული. ადრე ყველა ბედნიერი იყო. ადრე იმაზე ვფიქრობდით ხოლმე რა, მახსოვს, რომ აი რაღაცა კაბა წარმოიდგინე, ეხა ეგეც ხო რაღაცა ესეც მეტყველებს რა, რამდენად დამძიმებულია რეალობა, რაში ჩვენ რაღაცა სადღაც მიდიხარ და აი რა კაბა გინდა ჩაიცვა თმა, როგორ გინდა გაიკეთო, როგორი ფეხსაცმელი გინდა. ჩემს გარშემო აღარ არიან ადამიანები რა,
რომლებიც აი ამ საზრუნავებით ცხოვრობენ, რითაც წლების წინ ცხოვრობ და აი მე ვისურვებდი, რომ ეგეთი ცხოვრება ეს საზრუნავი დაბრუნდეს. ხო რა, დაბრუნდეს რა, უფრო ლაღი. ცოტა არ ტეხავს რა, რომ იოცნებო, რომ გინდა გაერთო, გინდა იყო ბედნიერი, გინდა მიიღო აი დაუსრულებელი ბედნიერების შეგრძნება. მე ძალიან გამაბედნიერა შვილიშვილმა. იცი როგორ გამაბედნიერა? აი ესეთი აი არ ვიცი, რო ამბობდნენ, არ მჯეროდა, იმიტომ რომ მარიამზე არ მქონია რა ეს ემოციები. მარიამ დედაჩემს გაზდილია და ხო გითხარი სამწუხაროდ და სამარცხვინოდ ჩემ და არ მახსოვს ბევრი რა. ეს გოგო მაგიშებს, მან ამიყვანა მონად, მძევალი ვარ. ანუ საოცრება რამე რო ჭირდება ზუსტად იცის ვის უნდა უთხრას. რამე რომ უნდა, ეხა თვითონაც თავის პატარა თავში ხო ოცნებობს რაღაცეებს და ესე დაჯდება ხოლმე, რამდენჯერ ჩაუგდა მარიამს და რაღაც რო უთხრა და ინგას ვეტყვი, ინგა გააკეთებს, ანუ აი ძალიან ჩემი არსებაა რა. ხო და მინდა რომ რაღაცა რაც მარიამს დავაკელი, ეხა თუ ჩემ თავს დავაკელი მარიამთან ნაკლები ურთიერთობის გამო ეხა მივიღო. მოკეთ ბედნიერებაზე ვოცება. მე ვარ ჩვეულებრივი ქალი, ეკა, რომელსაც არაფერი განსხვავებული ვიდრე ამ ქვეყნის ქალების 99% არ უნდა. მინდა ვიყო ბედნიერი, როგორც დედა, როგორც შვილი, როგორც ბებია, როგორც ქალი, როგორც მეგობარი. დავიღალე აი ამ რაღაცა აი ამ ძიმე გარემოში ცხოვრები და ეს ცვლილებების მომხრეც ამიტომ ვარ ვიმსახურებ განსაკუთრებით ჩემი თაობა დედას გეფიცები არაფერი განსხვავებული ოცნება არ მაქვს ვიდრე ეხა ნებისმიერ ადამიანს ვინ ჩვენს გადაცემას შეხედავს რა ბევრი არაფერი ხო არიან ადამიანები სხვა ოცნებები რაღაც კოსმიური რაღაც სხვა ინტერესები მე არა არაფერი არ მაქვს ეგეთი ოცნება, ჩვეულებრივი ქალი ვარ, რომელსაც უნდა რომ იყოს ბედნიერი და დრო დამჩეს ჩემი თავის ბედნიერებისთვის. მე შენ გისურვებ მთელი გულით, რომ ეს ამბავი იყოს და რა ვიცი, მართლა ის რაღაცა ესეთი თითქოს ერთი შეხედვით მეორე ხარისხოვანი სურვილები გაბრაჭვის, რაღაცის ადამიანური რაღაცები მართლა რა შეიძლება მალე დაბრუნდეს ჩვენთან. დიდი მადლობა. ძალიან მიყვარს ეს ადამიანი და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ ჩვენ მაყურებელს და ვფიქრობ რომ ყველამ ერთად ვისიამოვნებთ ეს ხო ინგა გრიგოლია ეს ხო შეხვედრები და შევხვდებით ერთმანეთს მალე გამოიწერეთ ჩვენი. მადლობა.